საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნედი. მოგესალმებით. დღევანდელი გაკვეთილის თემაა ადამიანის წარმოშობა და პიროყოფილი სამყარო. მეცნიერებმა უძველესი ადამიანის ნაკვალევს აღმოსავლეთ აფრიკაში მიაგნეს. ეს იყო დაახლოებით 2,5 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ძვლები და შრომის იარაღები. როგორც მეცნიერებმა დაასკვნეს, აფრიკიდან ადამიანები დანარჩენ მსოფლიოში განსახლდნენ. ახლა შევხედოთ რუკას. თქვენ აქ ხედავთ პიროყოფილი ადამიანის განსახლების მიმართულებას. როგორ გადადიან ისინი აფრიკიდან დმანისში, ხოლო დმანისიდან აზიაში, ავსტრალიაში, ევროპასა და შემდეგ ამერიკაში. თითოეული არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც კი შეიძლება არქეოლოგმა იპოვოს ნივთიერი მასალის სახით, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მეცნიერისთვის. შეიძლება სულ პატარა უმნიშვნელო აღმოჩენამ ძირეულად შეცვალოს მეცნიერის უწინდელი შეხედულება. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეს არქეოლოგიური აღმოჩენა იყოს ძალიან მდიდრული. ქვემო ქართლში, დმანისში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 2 თავის ქალის ფრაგმენტი. ეს აღმოჩენა 1999 წელს მოხდა და ეს იყო ძალიან სერიოზული აღმოჩენა. სწორედ ამ აღმოჩენით დადასტურდა, რომ ევროპაში პირველი ადამიანი სწორედ რომ აქ მოსახლეობდა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს თავის ქალები 1,700,000, 1,800,000 წლის წინანდელია. და ეს ადამიანები სრულებით არ გავდნენ დღევანდელ თანამედროვე ადამიანს. მაგრამ ადამიანმა გაიარა განვითარების გარკვეული ეტაპები, საკმაოდ ხანგრძლივი და საკმაოდ რთული. რომ ის გონებრივად განვითარებულიყო, მოგვიანებით მას ტვინის მოცულობაც გაეზარდა და ნელ-ნელა დაემსგავსა ჩვეულებრივ თანამედროვე ადამიანს. მაგრამ მოდით, სანამ ვისაუბრებდეთ ადამიანის მიერ გავლილ გზაზე, მოდით შევეხოთ ადამიანის წარმოშობის საკითხს. რადგანაც ეს საკითხი დღესაც დიდი საკამათო თემა გახლავთ. ქრისტიანულ სამყაროში ერთადერთი უტყუარი წყარო არის ბიბლია. ბიბლიის თანახმად ადამიანმა ღმერთმა შექმნა მთელი სამყარო, მცენარეები, ცხოველები და ბოლოს ადამიანი, ხატად თვისად, ანუ თავის მსგავსად, ასე რომ ადამიანი ღმერთის შემოქმედების გვირგვინი გახლავთ. მხოლოდ მე-18-19 საუკუნეებში, როდესაც არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მეტად უცნაური ნამარხი ძვლები, მაშინ გაჩნდა ესეთი მოსაზრება, რომ ადამიანის წინაპარი მაიმუნის მსგავსი ცხოველი იყო. დღეს ამ თეორიის ბევრს ჯერა. ადამიანები ძველად 20-40 კაციან ჯგუფებად ცხოვრობდნენ. ისინი ტყეღრე დაეხეტებოდნენ და ეძებდნენ საკვებს. ისინი მიირთმევდნენ ფრინველების ან ცხოველების კვერცხებს, სოკოს, შეიძლება ეს გარეული ხილიც კი ყოფილიყო, ხოლო მცენარეების ტკბილი ძირების მოსაჩიჩქნად ისინი იყენებდნენ ჯოხს ან ცხოველების ძვლებს. ამ დროს ადამიანის ყველაზე დიდი მტერი იყო მტაცებელი ცხოველი, რომელიც მას თავს ესმოდა მოულოდნელად ადამიანს, მათგან თავდაცვა არ შეეძლო. მაგრამ შემდეგ პიროყოფილმა ადამიანმა ქვის ქვაზე დარტყმით გააკეთა წაწვეტებული იარაღი, რითიც შეძლო ამ ცხოველებისგან თავდასხმის აღკვეთა. მოგვიანებით ასეთი იარაღით მან ნადირობაც შეძლო. ასე რომ ადამიანი, როდესაც ის იყენებდა ქვის იარაღს, მეცნიერებმა ქვის ხანა უწოდეს. ქვის ხანა, რომელიც იყოფა 3 პერიოდად: პალეოლითად, მეზოლითად და ნეოლითად. პალეოლითი ანუ ძველი ქვის ხანა, მეზოლითი შუა ქვის ხანა, ნეოლითი კი ახალი ქვის ხანა. ადამიანები ერთად ცხოვრობდნენ, ერთად ეძებდნენ საკვებს, ერთად იცავდნენ მტაცებელი ცხოველებისგან თავს. ამიტომ მათ ესაჭიროებოდათ საურთიერთობო ენა და სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება საკომუნიკაციო საშუალება ენის მეშვეობით. ძველ ადამიანს, პიროყოფილ ადამიანს ძალიან აშინებდა მეხის მიერ წარმოქმნილი ცეცხლისა, მაგრამ შემდეგ ის მიხვდა, რომ ეს ცეცხლი შეიძლება ყოფილიყო სითბოს, სინათლის მომცემი და ასევე ნახა დაკვირვების შედეგად, რომ ცეცხლის ეშინოდათ მტაცებელ ცხოველებს. სწორედ ამ ცეცხლის გამოყენებით პიროყოფილმა ადამიანმა გამოქვაბულებიდან გამოდევნა ცხოველები და თვითონ დასახლდა.
გრძელდებოდა ჩვეული ცხოვრება. მამაკაცები დადიოდნენ სანადირო და სათევზაოდ, ხოლო მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს კი ევალებოდათ ცეცხლის შენახვა. დაახლოებით 75,000 წლის წინ დაიწყო გამყინვარება, რომელიც დაახლოებით 10-12,000 წლის წინ დამთავრდა. აი ამ პერიოდმა გამყინვარებამ ძალიან შეცვალა არა მხოლოდ იმდროინდელი ბუნება, არამედ ადამიანის ყოფა ცხოვრებაც. პალეოლითის ხანის ძეგლები ნაპოვნი არის იაშთხვაში, კუდაროში, წონას მღვიმეში, დევისხვრელის გამოქვაბულში, საგვარჯილეში, საკაჟიაში და ასე შემდეგ. რაც შეეხება მეზოლითს, მეზოლითის ხანაში პიროყოფილმა ადამიანმა დაიწყო შემგროვებლური მეურნეობა. ასევე ამ პერიოდში გააკეთა მანის წაწვეტებული იარაღი, რომელსაც იყენებდა თავდაცვისთვის და ნადირობისთვის. ასევე მეზოლითის ხანაში მან გამოიგონა შვილდისარი და მოიშინაურა ცხოველი. რაც შეეხება ნეოლითს, ეს გახლავთ მეზოლითის შემდგომი ხანა და ნეოლითი იგივე ახალი ქვის ხანაა. ამ დროს ადამიანმა ისწავლა ქვის გახეხვა, გაპრიალება, გახრეტა, ტარის დაგება, გამოიგონა საქსოვი დაზგა. ამ დროს გაჩნდნენ მეთუნეები, რომლებიც აკეთებდნენ თიხის ნაწარმს. აი სწორედ ამ საქმიანობამ გამოიწვია, რომ ადამიანები გამოიყვნენ თავიანთი საქმიანობიდან ერთმანეთს, მესაქონლეები და მიწათმოქმედები. ამას მეცნიერებმა ნეოლითური რევოლუცია უწოდეს, რადგანაც გაჩნდა წარმოებლური მეურნეობა. ადამიანები იწყებენ ახალ ცხოვრებას და ამ ახალი ცხოვრებისთვის მათ სჭირდებათ საცხოვრებელი. მან დაიწყო ჯოხებისა და წნელების გადახურვა ცხოველის ტყავით და ასე მოიწყო საცხოვრებელი. მოგვიანებით კი ალიზისგან აშენებულ სახლში გადავიდა. ალიზი ეს გახლავთ გამოუწვავი თიხა. დაახლოებით 250,000 წლის წინ გაჩნდა გონიერი ადამიანი, რომელსაც მეცნიერებმა ჰომო საპიენსი უწოდეს. აი სწორედ ეს გონიერი ადამიანი უკვე თითქმის არაფრით აღარ განსხვავდებოდა თანამედროვე ადამიანისგან თავისი ფიზიკური და გონებრივი მონაცემებით. თავდაპირველად პიროყოფილი ადამიანები ცხოვრობდნენ ოჯახებად, რომელიც შედგებოდა 10-12 ან შესაძლოა ცოტა მეტი წევრისგან. ეს ოჯახები მეცნიერებმა სისხლით მონათესაობის მიხედვით გვარებად დაყვეს. მოგვიანებით გვარებმა გადაწყვიტეს, რომ მეურნეობის უკეთ წარმართვის მიზნით გაერთიანებულიყვნენ და ერთად ეწარმოებინათ მიწათმოქმედება თუ მესაქონლეობა. ამას მეცნიერებმა ამ გაერთიანებას ტომები უწოდეს. ტომების საჭირბოროტო საკითხს წყვეტდა კრება. ეს კრება ირჩევდა ტომის ბელადს ან უხუცეს, რომელსაც შემდგომ ტომის ყველა წევრი ემორჩილებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ტომს ჰქონდა სიმდიდრე, მიწა, საქონელი, მაინც შურისთვალით უყურებდა მეზობელ ტომის ხალხს და ამიტომ აი ამის ნიადაგზე ხშირი იყო ხოლმე შეტაკებები. ასე ნებსი თუ უნებლიეთ გაჩნდა დიდი ტომთა კავშირები. ადამიანმა პირველი ხალასი ლითონი, რომელიც აღმოაჩინა, იყო სპილენძი. ეს სპილენძი განსხვავებით ქვისგან ადამიანს შეეძლო, რომ გადაედნო, გამოეჭედა, მაგრამ მისგან გაკეთებული იარაღი, ეს შრომის იარაღი იქნებოდა თუ საბრძოლო, იღუნებოდა, საკმაოდ რბილი იყო. ამიტომ მეორე ლითონი, რომელიც მან აღმოაჩინა, გახლდათ კალა და სპილენძისა და კალის გადადნობის შედეგად დაუმატა მას დარიშხანი ან სხვა ნივთიერება და მიიღო სრულებით ახალი ლითონი, ეს გახლდათ ბრინჯაო. ბრინჯაოსგან დამზადებული იარაღი ბევრად უფრო მტკიცე, ბევრად უფრო გამძლე იყო. ამ პერიოდს, როდესაც ადამიანი გამოიყენებდა ბრინჯაოს იარაღს, ბრინჯაოს ხანა უწოდეს მეცნიერებმა, რომელიც ასევე იყოფა 3 პერიოდად. ეს არის ადრე ბრინჯაოს ხანა, შუა ბრინჯაოს ხანა და გვიან ბრინჯაოს ხანა. რაც შეეხება ადრე ბრინჯაოს ხანას, ძველი წელთაღრიცხვით მე-4-მე-3 ათასწლეულებში იყო და მისთვის დამახასიათებელი გახლავთ მტკვარ-არაქსის კულტურა. მტკვარ-არაქსის კულტურა არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ თურქეთისა და ირანის ჩრდილოეთ ნაწილში და პალესტინაშიც გვხვდება. ამ დროს უკვე ოჯახებს გამოეყოფიან შრომის იარაღების განვითარების გამო სხვადასხვა პატრიარქალური ოჯახები, რომელთაც უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ თავიანთი მეურნეობის წარმართვა.
რაც შეეხება შუაბრინჯაოს ხანას, შუაბრინჯაოს ხანა ძველი წელთაღრიცხვით მესამე, მეორე 1000 წლეულებში გვხდება და ამ დროს უკვე გვხდება დიდი ტომთა კავშირები. განსაკუთრებით შუაბრინჯაოს ხანისთვის არის დამახასიათებელი ყორღანული, ეგრეთ წოდებული თრიალეთის კულტურა. ეს ყორღანები გახლდათ ტომის ბელადების განსასვენებელი სამარხი. ნაპოვნია არაერთი მათგანი, ეს გახლდათ საკმაოდ დიდ ვრცელ ტერიტორიაზე, ზოგიერთი სამარხის ტერიტორია შეიძლება 1 ჰექტარსაც კი მოიცავდა. ტომის ბელადს ორთვალაზე დაასვენებდნენ და შემდეგ ქვის ან ხის ნაგებობის დარბაზში შეასვენებდნენ. ტომის ბელადს ატანდნენ ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს და სხვა ძვირფას ნივთებს. თრიალეთის ყორღანში აღმოჩენილი გახლავთ ვერცხლის თასი, რომელზეც რელიგიური რიტუალია გამოსახული. შუაბრინჯაოს ხანა აღსანიშნავია იმით, რომ ამ დროს ჩნდება სრულიად ახალი ფენა. ესენი არიან ხელოსნები, რომლებიც გამოიყვნენ მესაქონლეებსა და მიწათმოქმედებს. რადგანაც ხელოსნების მიერ დამზადებულ ნაწარმზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, ხელოსნებს აღარ რჩებოდათ დრო სხვა საქმიანობისთვის და ამიტომ ესენი ცალკე ფენად ჩამოყალიბდნენ. გვიან ბრინჯაოს ხანა, რომელიც გრძელდებოდა ძველი წელთაღრიცხვით მეორე 1000 წლეულიდან პირველ 1000 წლეულამდე, მისთვის დამახასიათებელია ბრინჯაოს მეტალურგიის, მესაქონლეობის, ხელოსნობის და სხვადასხვა დარგების განვითარება ყველაზე მეტად. ამ დროისთვის დამახასიათებელია ადრე კლასობრივი სახელმწიფოების შექმნა. მოდით ახლა ვისაუბროთ პირველყოფილი ადამიანის რელიგიაზე. ეს იყო პერიოდი, როდესაც ადამიანი ძალიან იყო დამოკიდებული ბუნებაზე. პირველყოფილი ადამიანი თავის თავს ბუნებასთან აიგივებდა. ის ასულიერებდა ყველაფერს, მცენარეებს, ცხოველებს, ქვას, ზოგჯერ თავისი გვარის წინაპრად ცხოველსაც კი მიიჩნევდა. თანდათან ადამიანებმა დაიწყეს ციური სხეულების აღმერთება, როგორიც იყო მზე, მთვარე, ვარსკვლავები. პირველყოფილი ადამიანი ძალიან იყო დამოკიდებული ბუნებაზე, რადგანაც მის მიერ მოწეული მოსავალი შეიძლება წყალდიდობას წაელეკა, ან უცებ გვალვა მოსულიყო და სულ გადაეწვა მისი ნაშრომ ნაამაგარი. სწორედ ამას ემსახურებოდა ის რელიგიური რიტუალებიც. პირველყოფილი ადამიანი ამზადებდა სამკაულს, მაგრამ თავდაპირველად ეს სამკაული მხოლოდ თავის მორთვის მიზნით არ კეთდებოდა. მას ასევე რელიგიური დანიშნულება ჰქონდა. ადამიანი სამკაულს ატარებდა ავი თვალის საწინააღმდეგოდ და ასევე ბოროტი ძალები, რომ მას არ მიჰკარებოდნენ. თანდათანობით ადამიანმა დაიწყო უკვე სამკაულების თავსამკაულად გამოყენება. მოგვიანებით რელიგიური დანიშნულება ჰპოვა კედლის მხატვრობამაც. მაგალითისთვის ალბათ საკმარისი იქნება ალტამირას გამოქვაბულის ხსენებაც. ადამიანმა დაიწყო კედელზე რომელიმე ცხოველის, ნადირის გამოხატვა. შემდეგ ისინი მიდიოდნენ, შუბებს ესროდნენ და სარიტუალო ცეკვას ასრულებდნენ. ამით თითქოს ნადირობის ღმერთის გულის მონადირებას ცდილობდნენ და ევედრებოდნენ, რომ წარმატებული ყოფილიყო მათი ნადირობა. ასე რომ ხელოვნებამ ნელ-ნელა დაკარგა რელიგიური საფარველი და ის მხოლოდ ადამიანის სულიერ მოთხოვნილების დაკმაყოფილებად იქცა. მოდით ახლა თვალი გადავავლოთ ჩვენ დღევანდელ გაკვეთილს. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ადამიანის წარმოშობაზე, მის მიერ განვლილ გზაზე, მან რამდენიმე ხანა განლო თავისი განვითარების. ასევე ვისაუბრეთ თუ როგორი ევოლუცია, ანუ განვითარება გაიარა ადამიანის შრომისა და საბრძოლო იარაღებმა, რომელი დარგები ჩამოყალიბდა მეურნეობის, ეს მესაქონლეობა იქნებოდა, მიწათმოქმედება, ნადირობა, თევზჭერა, ხელოვნება, ხელოსნობა თუ ასე შემდეგ. ასევე ვისაუბრეთ პირველყოფილი ადამიანის რწმენა რელიგიებზე. დღეს ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.